თბილისის ახალი მერი შეიძლება ითქვას თავის პირველ სამუშაო დღეს კურიერთან ერთად დაასრულებს. დავით ნარმანია დედაქალაქის მერიის შენობიდან შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონ დავით. მოგესალმებით საღამომშვიდობისა, მივესალმები ტელეკომპანია რუსთავის მაყურებლებს. ბატონ დავით, მადლობა რომ შემოგვიერთდით პირველი სამუშაო დღის ბოლოს. რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ თქვენი მოადგილეები და თბილისის მთავრობის წევრები, კანდიდატურები უпростоრად, რომლებიც დღეს წარუდგინეთ საზოგადოებას? მე როგორც წესი სამ მთავარ მოთხოვნას ვაყენებდი და უყენებდი კანდიდატებს და სწორედ ამ სამი მთავარი მოთხოვნის დაცვით იქნა გუნდი შერჩეული. პირველი ეს არის პროფესიონალიზმი, ანუ მიმართულება, რომელიც ამა თუ იმ ადამიანს აბარია, მან კარგად უნდა იცოდეს. მეორე ეს არის ერთგულება და გვერდში დგომა და გვერდში დგომის ფასი, იმიტომ რომ უამრავი პრობლემა და უამრავი პრობლემის დაძლევა სწორედ ერთად ზრუნვით და ერთმანეთის გვერდში დგომით შეიძლება და მესამე ეს ადამიანები კარგად უნდა იცნობდნენ იმ წინასაარჩევნო პროგრამას, რომლითაც ჩვენ წარვსდექით ამორჩეულის წინაშე და რომლითაც მოვიპოვეთ ჩვენ თბილისელების აბსოლუტური უმრავლესობის ნდობა და ჩემი გუნდის წევრები, რომლებიც დღეს იქნენ სწორედ დასახელებული, კარგად იცნობენ ამ პროგრამას და მზად არიან მის შესასრულებლად. თქვენ პირადად კარგად იცნობთ მათ ყველას ბატონო დავით, თუ გუნდში ერთად გადაწყვეტეთ რომ ისინი ყოფილიყვნენ თქვენი გუნდის წევრები მერიაში? მათ აბსოლუტურ უმრავლესობას მე კარგად ვიცნობ და მათთან სხვადასხვა დროს მომიწია მუშაობამ. ზოგიერთ მათგანთან საჯარო სამსახურში, ზოგიერთ მათგანთან კერძო სექტორში, ზოგიერთ მათგანთან საზოგადოებრივ სექტორში არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც კოალიციაში დამხვდა, როცა მე მოვედი და ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ, არ რამდენიმე ადამიანი, რომელიც პროფესიული ნიშნით ასევე დამატებით ამა თუ იმ სფეროს სახელმძღვანელოდ შევარჩიეთ, თუმცა კიდევ ერთხელ ხავს უსვამ იმას, რომ სულ ყველა მათგანს ძალიან კარგად ვიცნობ და სხვადასხვა პერიოდში მათთან საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებდა. ბატონ დავით, გეგმავთ თუ არა მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებებს მერიაში, უფრო ქვედა ფენებში? პირდაპირ გითხავთ, რამდენად ემუქრება წინა ხელისუფლების დროს მომუშავე ადამიანებს გათავისუფლება? ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები, ჩემი მხრიდან რა თქმა უნდა იქნებიან დაფასებულები და ეს ადამიანები ჩვენს გუნდში იმუშავებენ, მაგრამ გარდა პროფესიონალებისა ეს ადამიანები მზად უნდა იყვნენ იმისათვის, რომ ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამით მოცემული დაპირებები, რაც ჩვენ გავეცით, უნდა იყვნენ მზად რომ შეასრულონ და ამ დაპირებების ასრულებისათვის ჩვენს გვერდით უნდა დადგნენ და ეს ადამიანები არ უნდა თაკილობდნენ დღე-დაღამე მუშაობას. ჩვენ იმდენად ბევრია პრობლემები დედაქალაქში, რომ დღე-დაღამე მოგვიწევს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით მუშაობა. აქედან გამომდინარე, ის ვინც იქნება მზად ამ რეჟიმში სამუშაოდ, ის ვინც იქნება მზად რომ ნაცვლად ხელი შეშლისა იდგეს ჩვენს გვერდით და დედაქალაქის განვითარებას მოახმაროს საკუთარი გამოცდილება, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ჩვენთან ერთად იმუშავებენ, მაგრამ ვერცერთ ადამიანს ვერ ვაპატიებ იმას, რომ ვინმე, ასე თქვა, საქმე არ გააკეთოს, ვინმე იაროს უკმად სამსახურში და აიღოს ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურება, ვინმე შეგვიშალოს ხელი იმ გეგმების ნახორციელებაში, რა გეგმებიც ჩვენ გვაქვს და რაც დავკვირდით წინასაარჩევნო ჩვენ სამორჩეულს, რა თქმა უნდა, ესეთი ადამიანები მერიის სისტემაში ვერ გაჩერდებიან და ვერ მუშაობენ. ბატონ, თქვენ აპირებთ რაიმე ფორმით გადაამოწმოთ, ვინ არის ასეთი მუშაობის სტილისთვის მზად, თუ მუშაობის პროცესში დააკვირდებით და შემდეგ მიიღებთ გადაწყვეტილებას? რა თქმა უნდა, მუშაობა გამოაჩენს თითოეული ადამიანის მზადყოფნას და თითოეული ადამიანის დამოკიდებულებას საქმისადმი. აქედან გამომდინარე დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, გამოჩნდება, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ასევე, სულ ახლახან საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ატესტაციის წესი, რომელიც ისევე როგორც თბილისში, ასევე სხვა თვითმმართველობებში უნდა იქნას აღსრულებული და ამ ატესტაციის წესის შესაბამისად იმ წესით დადგენილ ვადებში ჩატარდება ასევე ატესტაცია, რაც გულისხმობს პერსონალის გარკვეული თვალსაზრისით გადახალისებას და ჩვენ, ასე ვთქვათ, ამ ატესტაციისთვისაც მზად ვიქნებით იმისათვის, რომ ეს წესი პირნათლად შევასრულოთ. ბატონ დავით, ხომ არ აპირებთ სტრუქტურულ ცვლილებებს, მაგალითად რომელიმე სამსახურის ან დეპარტამენტის მთლიანად გაუქმებას, ან პირიქით დამატებას, რა შეიძლება თავად მერიაში, რომ არ ვილაპარაკოთ ჯერ პროექტებზე, რომელსაც ქალაქში განახორციელებთ? მერიის სტრუქტურული ოპტიმიზაცია იქნება გარდაუვალი. პირველ რიგში, რასაც ჩვენ სწრაფად განვახორციელებთ, ეს იქნება ერთი ძალიან მსხვილი სამსახურის გაყოფა. ეს არის
ერთი სამსახური, სადაც გაერთიანებულია ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა. აქედან გამომდინარე უფრო მოხდილი და შედეგზე ორიენტირებული რომ იყოს ეს სამსახური გაიყოფა სამ სამსახურად და მომდევნო კვირას მე წარვადგენ კონკრეტულ არგუმენტაციას და კონკრეტულ დასაბუთებას თბილისის საკრებულოში შესაბამის, ასე ვთქვათ, კანდიდატებთან ერთად. სხვა ცვლილებებიც, რა თქმა უნდა, იქნება, იცით თქვენ რომ თვითმმართველობის ახალი კანონმდებლობის შესაბამისად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ისევე როგორც თბილისში, ასევე მთელ რეგიონებში გადადის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში, ამიტომ ეს ცვლილებაც იქნება, მაგრამ ჩვენ პარალელურად მერიის სტრუქტურის სიღრმისეულ შესწავლას განვახორციელებთ და თუ კი სადმე რაიმე ზედმეტი რგოლი ან ოპტიმიზაცია იქნება საჭირო, ან პირიქით ცალკეული მიმართულებით გაფართოება და გაშლა, რა თქმა უნდა, ესეთი ცვლილებებიც გამორიცხული არ არის. მე მინდა რომ ძალიან ძლიერი ანალიტიკური სამსახური, ძალიან ძლიერი პროექტებზე და განვითარებაზე მომუშავე სამსახური კონდეს თბილისის მერიაში და ამ სამსახურმა მოამზადოს განვითარებასთან დაკავშირებული პროექტები, რათა ჩვენ შევთავაზოთ მზა პროექტები ინვესტორს და არ ვიყოთ მათზე დამოკიდებული და როცა ინვესტორები დაინახავენ იმას, რომ ჩვენ გვაქვს მზა პროექტები, ჩვენ გვაქვს განაშენიანების გენერალური გეგმა, ჩვენ ვიცით რა მიმართულებით რა გვჭირდება, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან დამოკიდებულება გაცილებით უფრო სხვანაირი იქნება უფრო უკეთესი და დარწმუნებული ვარ, რომ ესეთ შემთხვევაში უკეთეს შედეგს მივიღებთ. ბატონ დავით, და რა იქნება მაშინ ის მთავარი პროექტები, რომელთა განხორციელებასაც ახალ მთავრობასთან ერთად თქვენ პირველ რიგში დაიწყებთ? პირველ რიგში ეს იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ქალაქის ცალკეული მიმართულებით არსებული დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უკავშირდება. მეორე მხრივ ჩვენ ძალიან აქტიურად დავიწყებთ საჯარო კერძო პარტნიორობის პროექტების შემუშავება, სადაც თბილისის მერია და დაინტერესებული ინვესტორები ერთობლივად განახორციელებენ პროექტებს. ეს ეხება ძირითადად ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ნაწილის რეაბილიტაციას, მისი ისტორიული ღირებულების და ფასეულობის შენარჩუნებით. ეს ეხება ავარიული საბინაო კომუნალური მეურნეობის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებს. არის მოთხოვნები ცალკეული თვალსაზრისით სასტუმრო ინფრასტრუქტურების მშენებლობასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ამიტომაც ამ პროექტებზე ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ. მე ვაპირებ რომ კონკრეტულ თვალიან პროექტებზე რას ფიქრობთ, ბატონო დავით, როგორც არის მაგალითად რიყის თეატრი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, ან იგივე პანორამა, შემოვლითი რკინიგზა, რომელიც უშუალოდ მხოლოდ მერიას არ ეხება, მაგრამ მაინც თქვენ რა აზრის ხართ აი ამ პროექტებზე? მე ვაპირებ რომ პირველ რიგში საჯარო ღია არქიტექტურული კონკურსების სისტემა დავნერგოთ თბილისის მერიაში, სადაც გამოვაცხადებთ ამა თუ იმ მიმართულების განვითარებასთან დაკავშირებით ღია კონკურსებს და ამ ღია კონკურსის საფუძველზე შევარჩევთ საუკეთესო პროექტებს. მაგალითისათვის ვთქვათ, იგივე ეს იქნება რიყის ტერიტორია თუ ეს იქნება დედაქალაქის სხვა ნაწილი, რა თქმა უნდა, კონტექსტიდან ამოღებული ფორმით არ უნდა განვიხილოთ და მხოლოდ ასე ვთქვათ, კონკრეტული უბნის, კონკრეტული მიმართულების განვითარების პროექტი უნდა დაიდოს და ამის საფუძველზე იქნას შემდგომ ინვესტორი და დაინტერესებული დეველოპერი მოძებნილი. სხვა პროექტები, რა თქმა უნდა, ღია და საჯარო განხილვას დაექვემდებარება. იგივე პანორამა თბილისთან დაკავშირებით, როცა საბოლოო და მზა პროექტი იქნება თბილისის მერიაში შემოტანილი, განახლებული საბჭო, რომელიც იმუშავებს უშუალოდ ჩემი ხელმძღვანელობით, ეს საბჭო განიხილავს პროექტებს, აქ იქნება ფართო ჩართულობა სხვადასხვა თვალსაზრისით მომუშავე ექსპერტებისა, საზოგადოებისა და რა თქმა უნდა, ღია და გამჭვირვალე წესით იქნება პროექტების განხილვა. გამომდინარე იქიდან, რომ არქიტექტურული მიმართულება, ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმა, სივრცის ტერიტორიული განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ უშუალოდ მე როგორც ქალაქის მერმა უხელმძღვანელო შესაბამის საბჭოს, რომელიც ესეთ მნიშვნელოვან პროექტებს განიხილავს. დიდი მადლობა ბატონო დავით, წარმატებას გისურვებთ, ვინაიდან ეს თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ. თბილისის მერი დავით ნარმანია გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.